ჯინი ბოდრიდან გადმოუშვა ინვანიშვილმა პანდორას თავსახური მოხსნა და ბუნებრივია ეს პროცესი იქნება შეუჩერებელი. დღეს რუსთაველის გამზირზე სამწუხაროდ გამზირის ნახევარზე დღეს დგას ხალხი, რომლებიც წარმოადგენენ ძალოვან უწყებებს, სპეცნაზელებს, პოლიციელებს, რომლებიც ატარებენ რუსეთის ინტერესებს. ეს არის ფაქტი. და რუსთაველის მეორე ნაწილზე დგას ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, მიუხედავად ძალადობისა, ჩვენ აქ ვდგავართ. და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში ხვალიდან და კიდევ უფრო მომდევნო დღეებში მთელი რუსთაველის გამზირი სავსე იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოების იმ წარმომადგენლებით, ვისაც სურს თავისუფლება და თავისუფალ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. თავისუფლება არის ჩვენი უფლება, თანაც ისტორიული უფლება და ვერანაირი ხელბორკილი, ვერანაირი ძალადობა, ვერანაირი გაზი, რობოკოპი და ვერც ერთი პროკურორი და პოლიციელი ამ გულწრფელ ნებას უბრალოდ ვერ ჩაახშობს, იმიტომ რომ ყველა ვიაზრებთ განსხვავებული ადამიანები, რომ ეს არის ისტორიული პროცესი და ამ პროცესში მონაწილეობის მიღება არის პატივი, არ დაგიმალოთ. და მე ვესაუბრებოდი პოლიციელებს აქ. ყოფილიყავით დღეს პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, განმეორდა სიტუაცია, მოქალაქეები შევიდნენ. ბევრი მოქალაქე დააკავეს, დააპატიმრეს, იძალვადეს მათზე იმ ადამიანებმა, ვინც გაბედა და წარმოუდგენლად იძალვადა სახელმწიფოს მომავალზე, ხომ? მაგრამ პატივი არის რა, იცით კიდევ? ამათ მიერ იყო დაკავებული და დაპატიმრებული და თუნდაც 4 კედელში. რაც უფრო მეტ ადამიანს შვიდობიანს ისინი დააკავებენ დღეს, მით უფრო ნაკლების დაკავების შესაძლებლობა ექნებათ ხვალ და ზექ. უბრალოდ ფიზიკურად ადგილი არ ეყოფათ მათ იზოლატორებში და ციხის საკნებში. და ეს პროცესი, აი ნახავთ, უახლოეს დღეებში ხვალიდან გაცილებით მეტი ადამიანი ვიდგებით. დღისიდან დარწმუნებული ვარ 3 საათიდან. ეს რა არ ვიშლებით, ხო? დარწმუნებული ვარ 3 საათი. გადაწყვეტილებას არავინ არ იღებს. ეს არის დიახაც, რაც განასხვავებს ამ პროცესებს სხვა პროცესებისგან, თავისი სიმძიმით და თავისი სასარგებლო ხრითაც. ეს არის პროცესი, რომელსაც ორგანიზატორი, როგორც ასეთი არ ყავს ერთადერთი ქართული საზოგადოება. ყველა ქართველი ცხოვრობს ქვეყნის შიგნით, ცხოვრობს ქვეყნის გარეთ, ყველა საქართველოს მოქალაქე. განსხვავებულები, ხო, კონსოლიდირდით, განცხადებით, სოლიდარობით, ფიზიკურად აღდგომით, მაგრამ მაინც ერთად ვართ. და იქით ვინ დგას? დგანან ანაზღაურებადი პოლიციელები, დგანან პროკურორები, რომლებიც ელოდებიან ნადავლს, რომელიც წავა რუსთაველის გამზირიდან და რა? სიამ ამაყი, მე აქ რო ვდგავარ და უამრავი ნაცნობი უცნობი ადამიანი დღეს აქ, იცით? აი რა ემოციით ვარ, რაც ვაძლიერებს ყველას. ხვდები კანით ვგრძნობა, გასიგრძე განებული მაქვს, აი ეს დამოკიდებულება ამ პროცესებისადმი, რომ სანდროსთვის ვდგავარ, 9 წლის სანდროსთვის, 8 წლის სანდროსთვის ვდგავარ და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომ მას აქ თუ დგომა მოუწევს, მხოლოდ ზეიმში მონაწილეობის მისაღებად გამოვიდეს და მისი თანატოლები და შემდეგი თაობებიც. ეს ბრძოლა ისტორიული ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ცივილიზაცია მთელი გვიჭერს მხარს. უნიკალური პროცესია. იქით არავინ არ დგას ბიძინა ივანიშვილის გარდა და რუსის გარდა. გავმაგდეთ ჭკუით, გამბედაობით, მორალური უპირატესობით და სიმრავლით. ხვალ დიახაც დღის პირველი ნახევრიდან 3 საათიდან ჩვენ ვიკრიბებით კვლავ რუსთაველის გამზირზე და ეს გაგრძელდება მანასანამ გამარჯვება არ იქნება ქართული ხალხის ანგარიშზე დაფიქსირებული. აქვთ იმედი, რომ საბოლოოდ მოუწევს დახევა უკან. არა თუ იმედი. ჩვენმა მოქალაქეებმა უპრეცედენტო მობილიზება, საუდადება, აი ალყაში ვარ, შეიძლება ითქვას, პოლიციის ყველა მხარეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დგანან ახლა და პრაქტიკულად ნადირობა მიმდინარეობს, არა თუ იმედი, ზოგჯერ არსებობს იმედი, მაგრამ არ არსებობს შანსი. იმედიც არის შანსი. გასწორდი. არ გადაუვალ, გამარჯობა.